მოგესალმებით ბატონო, დავიწყოთ გრიპის ვირუსის სეზონით, როგორი გვაქვს ამ ეტაპისთვის მდგომარეობა. საბედნიერო ჯერჯერობით გრიპის ვირუსის შემთხვევა დადასტურებული არ არის. დადასტურებაში გულისხმობთ იმ ინფორმაციას, რასაც გვაძლევს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი. კალენდარული წლის 53 კვირის მონაცემები არის ბოლო და გრიპი ჯერჯერობით არ არის საქართველოში, თუმცა თუ გავითვალისწინებთ მრავალწლიან სტატისტიკას, სავარაუდოდ ამ თვეში უკვე გვექნება პირველი შემთხვევა და უკვე ალბათ შეგვეძლება თქმა, რომ დაიწყო, როგორც თქვენ აღნიშნეთ, გრიპის სეზონური მატების პერიოდი და ისე როგორც წინა წლებში, აქაც მომოდინი გვაქვს, რომ ნოემბრიდან მარტი-აპრილის ბოლომდე იქნება ქვეყანაში გრიპის შემთხვევები და ასევე გვაქვს მოლოდინი, რომ პიკი და მაქსიმალური რაოდენობა ამ შემთხვევების დეკემბერი, იანვარი, თებერვლის თვეზე მოვა. ერთიც მინდა გავითვალისწინოთ, რომ პიკური მაჩვენებელი ყოველ წელს განსხვავებულია. შარშან გრიპის შემთხვევების პიკი თებერვლის პირველ ნახევარზე მოვიდა და ამ თვალსაზრისით ალბათ წლევანდელი წელიც ამავე პერიოდს, დეკემბრიდან თებერვლამდე პერიოდს დაემთხვევა, უმეტესი შემთხვევები გრიპის სწორედ აი ამ 3 თვის განმავლობაში იქნება აღრიცხული. რაც შეეხება კიდევ ერთ მნიშვნელოვან კითხვას და ალბათ საკითხს, რა უნდა გაკეთდეს პრევენციისთვის, როდესაც ჩვენ მართლაც ვდგევართ გრიპის შემთხვევების მატების წინ, აქ ალბათ უნდა გავითვალისწინოთ, რომ როგორც ჩვენ ხშირად ვამბობდით, ოქტომბრის მეორე ნახევარი, ნოემბრის პირველი ნახევარი არის იდეალური პერიოდი გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციისთვის. ამ პერიოდს აღნიშნავთ იმიტომ, რომ გრიპის ვაქცინა მოქმედებას იწყებს გაკეთებიდან 2 კვირის შემდეგ და თუ ჩვენ ნოემბერში ველოდებით უკვე ერთეული შემთხვევების სახით გრიპის დაფიქსირებას და მატებას დეკემბერ, იანვარ, თებერვლის თვეში ზუსტად ეხლა გაკეთებული ვაქცინა თავის მაქსიმალურ დამცველობით უნარს მიაღწევს სწორედ დეკემბრიდან თებერვლის პერიოდში და ეხლა ალბათ არის აი ბოლო შესაძლებლობა თუ იდეალურ პერიოდზე ვსაუბრობთ ნოემბრის პირველი ნახევარი მსხვერპლობაში გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარების. რადგანაც თქვენ ახსენეთ ეს ვაქცინაციის თემა, რომ გითხრათ როგორია ამ ეტაპისთვის აქტივობა, მომართვიანობა ვაქცინაციასთან დაკავშირებით? პირველ ეტაპზე, როგორც ცნობილია, ვაქცინაცია იყო რეკომენდებული რისკი ჯგუფებისთვის. და აქ ერთი რაც შესაძლებელია ითქვას, რისკი ჯგუფებთან დაკავშირებით, რამდენად აქტიურია სამედიცინო პერსონალი. სამედიცინო პერსონალი მიეკუთვნებოდა რისკი ჯგუფებს, სხვა მოსახლეობის სხვა ფენებთან ერთად, ეს იყო ორსულები, 5 წლამდე ასაკის ბავშვები, ქრონიკული დაავადების მქონე პირები, 60-ზე გადაცილებული მოსახლეობა, გარკვეული აქტიურობა არის ბავშვებში და მშობლების ძალიან დიდი ნაწილი, რომელთაც აქვთ ამის პოზიტიური გამოცდილება წინა წლებში ჩატარებული ვაქცინაციის, უკვე მიმართავენ და აქტიურად მიმდინარეობს პროცესი 5 წლამდე ასაკის ბავშვებში და არა მხოლოდ 5 წლამდე ასაკის ბავშვებში. რა თქმა უნდა, პროცესი აქტიურია სამედიცინო პერსონალში, ვისაც აქ შეხება პოტენციურად გრიპის ვირუსთან და მიეკუთვნებიან მაღალი რისკის ჯგუფს. სამწუხაროდ ინფორმაცია ორსულებთან და ქრონიკული დაავადების პირთან დაკავშირებით არ მაქვს, მაგრამ ბავშვები და სამედიცინო პერსონალი ნამდვილად გიდასტურებთ, რომ აქტიურად მიმართავენ ვაქცინაციის კაბინეტებს და ამ მხრივ აქტიურობა არის მართლაც გამორჩეული. როგორც თქვენ აღნიშნეთ, ამ ეტაპზე გრიპის ვირუსი დაფიქსირებული არ არის, თუმცა სხვა ვირუსებთან დაკავშირებით რა ძირითადად რომელი ვირუსები ცირკულირებს ქვეყანაში? ორი ტიპის ვირუსი ცირკულირებს უფრო მეტად, ეს არის რინოვირუსი, ასევე აქტიურად ცირკულირებს ძველი კორონავირუსი, რომელიც იწვევს გაციებას და ასევე აქტიურად ცირკულირებს ახალი კორონავირუსი. და ჯამში ალბათ ამ ორი ტიპის ვირუსზე მოდის უმეტესი რაოდენობა შემთხვევების. ეს ეხება როგორც სუბუქად მიმდინარე შემთხვევებს, რომელიც გრიპის მაგვარი დაავადებების ჯგუფში არის გაერთიანებული, ისე ეხება შემთხვევებს, რომელიც მძიმე რესპირაციული სინდრომის ჯგუფში არის გაერთიანებული. ერთი რაც შეიძლება ითქვას და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, კორონავირუსის ორივე სახე, როგორც ძველი, ისე ახალი, უფრო მეტად აღინიშნება შედარებით სუბუქად მიმდინარე დაავადებების ჯგუფში, ანუ ეს არის ის შემთხვევა, რომელიც პირველადი ჯანდაცვის გოლის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ არის და 53 კვირის მონაცემებით არ ყოფილა არც ერთ დადასტურებული შემთხვევა კორონავირუსის ჰოსპიტალიზირებულ პაციენტებში.
ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ჩვენ ესეც ვაფასებთ კორონავირუსის მიმდინარეობას, მას არ უნდა ქონდეს მძიმე ხასიათი, არ უნდა მოხდეს სამართლობაში და ასე რომ ამ კუთხით კორონავირუსი ინარჩუნებს თავის ბუნებას ომიკრონის ვარიანტზე მაქვს საუბარი, ძირითადად მოსახლეობის იმ ფენებშია, სადაც ავადობა არის გაციების სიმპტომებით და არ ჭირდებათ მათ სამართლობაში მოხვედრა და არ ჭირდებათ სხვადასხვა გართულებების მკურნალობა სამართლობის პირობებში. გაკითხავთ ძირითად რეკომენდაციებზე და განსაკუთრებით ყურადღება გავამახვილოთ რისკის ჯგუფებზე. ძირითად რეკომენდაციები სწორედ რისკის ჯგუფებზეა გათვლილი, ვინაიდან ამ რეკომენდაციების ნაწილი, რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ, ეს ეხება ვაქცინაციას, ხოლო მეორე ნაწილი იმ ადამიანების, რომელთაც ვაქცინაცია არ ჩაუტარებიათ ან არ აპირებენ, ალბათ ეს არის ის სტანდარტული რეკომენდაცია, რაც ჩვენ ძალიან კარგად გამოვიყენეთ კორონავირუსის პანდემიის პირველი წლის განმავლობაში. მე ვგულისხმობ ნიღბის დარებას, დისტანცირებას, ხელების ჰიგიენას, იმ ფართობის ხშირ განიავებას, სადაც თქვენ იმყოფებით, ეს შეიძლება იყოს საცხოვრებელი სახლი, შეიძლება იყოს საოფისე ფართობი, აუცილებლად ხშირი განიავება ბავშვთა დაწესებულებების, ბავშვთა აღზრდის დაწესებულებების, როგორც არის ბავშვთა ბაღები და სკოლები და ასევე აუცილებლად სველი წესით დალაგება იმ ზედაპირების, სადაც ადამიანს შეიძლება შეხება ქონდეს. ეს არის მაგიდა, ეს არის კომპიუტერთან სამუშაო კლავიატურა და ასე შემდეგ, ასე მაქსიმალურად ვეცადოთ, რომ ეს ღონისძიებები დავიცვათ და ერთი სტანდარტული რჩევა ალბათ თუ თქვენ გაქვთ ის ნიშანი, რომელიც მიუთითებს მწვავე რესპირაციულ ვირუსულ ინფექციაზე, ყელის ტკივილი, ცემინება, ხველა, თუნდაც დაბალი ტემპერატურა, მაინც ეცადეთ, რომ დარჩეთ 2-3 დღის განმავლობაში სახლში. თუ გიწევთ ესეთ პირობებში აუცილებლობა და გადაადგილება, მაშინ ალბათ ამ ადამიანმა ნიღაბი უნდა გამოიყენოს. აუცილებლად, ვინაიდან სხვა შესაძლებლობა ინფექციის პრევენციის გარდა აი ამ ვაქცინაციის ნიღბის დარების და ეფექტური პრევენციის დღესდღეობით ჩვენ არ ვართ. და მოკლედ რომ ჩამოთვალოთ ძირითადი სიმპტომები, აი პირველი ნიშნები. მოდით ალბათ ყველაზე მთავარია ის ნიშნები, რომელიც გრიპს გამოარჩევს სხვა დაავადებისაგან. ანუ რა თქმა უნდა, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი არ აკეთებს ყველა შემთხვევების ლაბორატორიულ ანალიზს, ასე რომ ამ მხრივ ალბათ მოსახლეობის უფრო მეტი ინფორმირება და მათი სიფრთხილე იქნება მნიშვნელოვანი. ამიტომ გრიპთან დაკავშირებით ეს ნიშნები არის მკვეთრად გამორჩეული იმ ნიშნებისგან, რომელიც ახასიათებს თუნდაც როგორც აღნიშნეთ რინოვირუსს ან ძველ კორონავირუსს, რომელიც ახლა ყველაზე მეტად არის გავრცელებული მოსახლეობაში. ეს არის მაღალი ტემპერატურა 38-დან მეტი, ეს არის ძლიერი თავის ტკივილი, ყელის ტკივილი, მუხლებისა და სახსრების ტკივილი, ეს არის ხველა, ცემინება და ცხვირიდან გამონადენი გრიპს არ ახასიათებს და ერთ-ერთი მისთვის ტიპიური განმასხვავებელი ნიშანია ცხვრის ცემინება უფრო გაციებისთვის, კორონავირუსთვის არის რინოვირუსის დამახასიათებელი, ვიდრე გრიპისთვის. გრიპს ასევე ახასიათებს ძლიერი საერთო სისუსტე, მადის დაქვეითება, ანუ ყველა ეს ნიშანი მიუთითებს იმაზე, რომ გრიპის ზემოქმედება ადამიანის ორგანიზმზე საკმაოდ სერიოზულია, ამიტომ უმეტეს შემთხვევაში გრიპი მიმდინარეობს ან საშუალო სიმძიმის, ან მძიმე დაავადების ნიშნების ქვეშ. შესაბამისად, ამ ჩამონათვალიდან როგორც წესი, ყველა აღინიშნება, ასე გრიპის შემთხვევაში თავის ტკივილი, ყელის ტკივილი, მაღალი ცხელება და საერთო სისუსტე და ხველა უნივერსალური ჩამონათვალია, რომელიც პაციენტების აბსოლუტურ მოლესობას ახასიათებს. ასე რომ ამ კუთხით ეს არის მისი ძირითადი ნიშნები და კიდევ ერთი ჩვენ ყველაზე მეტად გრიპის დროს გვეშინია გართულებების, ეს გართულებები შეიძლება იყოს გულის მხრიდან, შეიძლება იყოს თავის ტვინის მხრიდან, მაგრამ ყველაზე უფრო მეტად ჩვენ მხედველობაში გვაქვს, როდესაც გართულებები ვსაუბრობთ, ფილტვის ანთება გამოწვეული გრიპით. ფილტვის ანთების დამახასიათებელი ნიშანი და ისევ რისკის ჯგუფებზე ვაკეთებ აქცენტს, ბავშვებში იქნება სუნთქვის უჩვეულო გახშირება, ტემპერატურის მატების, ხველის და სხვა ნიშნების ფონზე უჩვეულოდ გახშირებული სუნთქვა არის პირველი მიმანიშნებელი ფილტვის ანთების არსებობის. თუ ამ სუნთქვის გახშირებასთან ერთად დედა ხედავს, რომ სუნთქვაში დამხმარე მუსკულატურა მონაწილეობს, იდრიკება გულმკერდი, ნექტაშوارები, ეს კიდევ უფრო მძიმე მიმდინარეობის მიმანიშნებელია და როგორც წესი ესეთი ბავშვი, განსაკუთრებით 5 წლამდე ასაკის ბავშვი დაუყოვნებლივ უნდა იყოს საყვანილი საავადმყოფოში. ჩვენ აქ არ ვამბობთ, რომ ტემპერატურა არის გამსაზღვრელი მდგომარეობის სიმძიმის. აქ გამსაზღვრელია ფილტვის ჩართვა დაავადების პროცესში და გახშირებული სუნთქვა, ცხვირის ნესტოების ბერვა,
და სუნთქვაში დამხმარე კუნთების მონაწილეობა არის ის ნიშანი, რომლის შემთხვევაში აუცილებლად უნდა იყოს პაციენტი ექიმის მიერ შეფასებული და რაც შეიძლება სწრაფად. როგორც გრიპის შემთხვევები უკვე ქვეყანაში ფიქსირდება, რა ტიპის? მოიცადე ვინ თქვა? აფიქსირდება გრიპის შემთხვევები ამუშავება. არა, რაიმე ახალი ხო არის იქნებ ჩემზე მეტი. არა, ოფიციალურად სტატისტიკას ჩვენ ამ შემთხვევაში ვითვალისწინებთ მხოლოდ დაავადებათა კონტროლს. სხვაგან გრიპის შემთხვევების იდენტიფიცირების სტატისტიკა მე არ მაქვს. თუ რომელიმე ლაბორატორიაში ინდივიდუალურად დაფიქსირდა, ვერ გეტყვით, მაგრამ ყველაზე მეტი ანალიზი კეთდება დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში, რომელიც ყოველკვირეულად გვაძლევს ამ მონაცემებს და ჯერჯერობით საბედნიეროდ გრიპის შემთხვევები არ დაფიქსირებულა, თუმცა ვიმეორებ ნოემბერია სწორედ ის თვე, ჩვენ ველოდებით, რომ შემდეგი კვირის მონაცემები, შემდეგი კვირეების მონაცემებში უკვე გრიპის შემთხვევები გამოჩნდება.